შიდა ქართლში ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით შობადობის სიმცირე შეინიშნება. რეგიონის სამშობიარო კლინიკებში სხვადასხვა საჭიროებებსა და მიზეზებზე საუბრობენ. გორმედის სამშობიაროში ამბობენ, რომ ბავშვთა შობადობის გაზრდის მიზნით აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ოჯახებისთვის. გასული წელი ისევე როგორც მთელ საქართველოში ჩვენთანაც შობადობის სიმცირით აღინიშნა. საერთოდ საქართველოში სამწუხარო ტენდენცია ამის და სწორედ ამიტომ იხარია ჩვენთან ეს მრავალშვილიანი დედების მშობიარობა. გეტყვით, რომ თვითონ ორსულებზე ზრუნვა სხვათა შორის კარგად არის მოწესრიგებული სახელმწიფოს მხრივ. რატომ იცით, თითქმის მთელი ორსულობის ამ ვიზიტების და კვლევების სახელმწიფო დაფინანსებით სახელმწიფო დაფინანსებით ხდება ეს ვიზიტები აუცილებელი და ეხმარება, მაგრამ ალბათ მეტი ჩართულობაა საჭირო სახელმწიფოს მხრივ, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ ახალგაზრდა ოჯახებს ამ გაძვირებული ბავშვთა საშუალებების, მედიკამენტებისა და ბევრი ესეთი აუცილებელი აქსესუარების გამო მეტი დახმარება ჭირდებათ ახალგაზრდა ოჯახებს და მე მეჩვენება რომ ეს იქნება ერთ-ერთი დიდი სასიკეთო ნაბიჯი თუ ისინი ახალგაზრდობას დაეხმარებიან სწორედ დემოგრაფიული საკითხების დადებითად გადასაწყვეტად. მზად ვართ ყველანაირი შობადობისთვის ახლა ჩვენ სამშობიაროში განახლებებიც კეთდება, რაც ხელი შეავლეს, ასე ვთქვა და სიახლეებიც იქნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ქალაქს ვეყვარებით ჩვენ, ისევე როგორც ჩვენ გვყვარს ჩვენი ქალაქი. მთლიან საქართველოში შობადობის კლების ტენდენცია, თუმცა ჩვენს კლინიკაში გასულ წელს დაიბადა 408 ახალშობილი 2023-ში, ხოლო გასულ 2024-შიც იგივე. ჩვენ კლინიკა კლებას არ განიცდის ძირითადად, მაგრამ მაინც სასურველია, რომ ქართველიერი გამრავლდეს და კიდე ბევრი ახალშობილი მოევლინოს ამ ქვეყანას. რა არის საჭირო როგორც ვთქვათ იმისთვის, რომ აი ეს სტატისტიკა გაუმჯობესდეს? ზოგადად ეგ პატარა პრობლემა არ არის, ალბათ სოციალური მხარე, დემოგრაფიული მაჩვენებლები და ასე შემდეგ.